24 მაისს ეგრეთ წოდებული აჩინებულის ტერიტორიაზე ერთთელაველი, თბილისელი, გურჯაანელი და რუსთაველი ავტომოყვარულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რბოლის პირველ ნაწილში ერთმანეთს წინა წამყვანი თვლების მქონე ავტომობილები ეჯიბრებოდნენ. რბოლას ჩვენი გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა, დეტალებით ერეკლე ცოცანიძე. 24 მაისს თელავში ეგრეთ წოდებული აჩინებულის ტერიტორიაზე თელაველი, თბილისელი, გურჯაანელი და რუსთაველი ავტომოყვარულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავში აჩინებულის ტერიტორიაზე, სადაც სულ რამოდენიმე წუთში დაიწყება წრიული რბოლა, რომელშიც მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მიიღებენ საქართველოს რამოდენიმე ქალაქიდან. რბოლის პირველ ნაწილში ერთმანეთს წინა წამყვანი თვლების მქონე ავტომობილები ეჯიბრებოდნენ. ამ კატეგორიაში სულ რამდენიმე მანქანა ასპარეზობდა. შეჯიბრის დაწყებიდან 1 საათში კი სტარტზე უკანა წამყვანთვლებიანი ავტომობილები გამოვიდნენ. ტექნიკური პრობლემის გამო რბოლას 2 ავტომობილი დროზე ადრე გამოეთიშა. დღევანდელ ღონისძიებაზე დაახლოებით კი არა ზუსტად იყო 20 მონაწილე. მონაწილეები იყვნენ 4 ქალაქიდან, ეს იყო ჩვენი თელავი, რუსთავი, გურჯაანი და თბილისი. კიდევ მომდა მიმდინარეობს, ახლა მიმდინარეობს ნახევარფინალი და სულ რამოდენიმე წუთში იქნება ფინალი. საბოლოოდ 17 მონაწილე ავტომობილებს შორის გამარჯვებული 6 საპრიზო ადგილზე გამოვლინდა, რომლებიც სიგელებით, მედლებით და სპეციალური თასებით დაჯილდოვდნენ. ზოგადად, როცა იგებ, პირველად არ მონაწილეობდა, ყოფილ ვარ, მომიგია ასე ვთქვათ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იგებ საერთოდ. ნებისმიერ შეგრძნებას. ავტორბოლას თვალს მაყურებელი უსაფრთხო ადგილი დანადევნებდა. მათი თქმით, სასურველი იქნება ქალაქის მერია მსგავს ღონისძიებებს გვერდში დაუდგეს და თელაველ ავტომოყვარულებს კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალება მისცეს. დღევანდელი საღამო და დღე ძალიან ისეთი ორიგინალური იყო, ძალიან მომეწონა და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან ბევრჯერ უნდა გამეორდეს თელავში. და ჩვენმა გამგეობამ, ჩვენმა მერმა ამ ავტო-მოტო განვითარებას აუცილებლად უნდა შეუწყონ ხელი. ტურნირის ორგანიზატორები თელაველი ავტომოყვარულები გიორგი დაღელიშვილი და გელა ჯალიაშვილი იყვნენ. მათი განცხადებით, მსგავსი რბოლები თელავში მომავალშიც გაიმართება და ტურნირის მიზანი უსაფრთხო მოძრაობის პოპულარიზაციაა.